რუსულში არსებითი სახელები სამ კლასად იყოფა: მამრობით, მდედრობით და საშუალო სქესის სიტყვებად. ზოგჯერ სქესის გრამატიკული კატეგორია ემთხვევა ფიზიკურ სქესს. მაგალითად, სტუდენტ ნიშნავს მამრობითი სქესის სტუდენტს, ხოლო სტუდენტკა მდედრობითი სქესისას. მაგრამ ასეთი დამთხოვები რუსულში იშვიათი მოვლენაა. ხშირ შემთხვევაში სქესის გრამატიკულ კატეგორიას არაფერი აქვს საერთო ფიზიკურ სქესთან. მაგალითად, სიტყვა კნიგა მდედრობითი სქესისაა, მაგრამ როგორც ხვდებით, მას არაფერი აქვს საერთო ფიზიკურ სქესთან. უნდა იცოდეთ, რომ არსებითი სახელები სქესის გრამატიკულ კატეგორიას მხოლოდ მხოლობით რიცხვში განასხვავებენ. როგორ გავარჩიოთ სიტყვების სქესი? სქესის გარკვევა სიტყვის დაბოლოებით შეგიძლიათ. მამრობითი სქესის სიტყვებს მხოლობითი რიცხვის სახელობით ბრუნვაში, იგივე იმინიცილნი პაზიში, დაბოლოება არ აქვთ. მაგალითად, человек, стол, брат. მამრობითი სქესისაა ასევე ის სიტყვებიც, რომლებიც ეგრეთ წოდებული კრატკოე-ითი ბოლოვდებიან: ტრამვაი, სარაი. მდედრობითი სქესის სახელებს აქვთ დაბოლოება ა ან ია: კნიგა, земля. სიტყვები პაპა, დედუშკა, კოля. მართალია მდედრობითი სქესის თვის დამახასიათებელი ასობგერებით ბოლოვდებიან, მაგრამ მამრობითი სქესისანი არიან, იმიტომ რომ მამრობითი სქესის პირს აღნიშნავენ. საშუალო სქესის არსებით სახელებს აქვთ დაბოლოებები ო, ე, იო. მაგალითად, სლოვა, პოლე, რუჟიო და ასე შემდეგ. რაც შეეხება სიტყვებს, რომლებიც მягкий знакზე ბოლოვდებიან, ზოგი მამრობითი სქესის, ზოგი კი მდედრობითი სქესისაა. მაგალითად, учитель მამრობითი სქესისაა, ხოლო кровать მდედრობითი სქესისაა. საერთოდ ასეთ სიტყვებს სხვა სიტყვებთან შეთანხმებით არჩევენ. უფრო კონკრეტულად კი мягкий знаки დაბოლოებულ არსებით სახელებს უთანხმებენ სიტყვებს один одна. Мой моя, ან был была. მაგალითად, кровать была, а учитель был. თუმცა, ალბათ მათ, ვინც ახლა იწყებს რუსულის შესწავლას, ეს სიტყვათა შეთანხმებები ბევრს არაფერს ეტყვის. ამიტომ ისინი რომელი რომელსკენ მიეკუთვნება, უბრალოდ უნდა დაიმახსოვროთ.